მაური იყო ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქციაზე ოცნების განათლების სამინისტროსთან, სადაც სტუდენტები ილიაუნის გაუქმების გეგმის გასაპროტესტებლად დღეს დილიდან შეიკრიბნენ. ეგრეთ წოდებული რეფორმის მთავარი დარტყმა ოცნებამ სწორედ ილიაუნის მიაყენა, სადაც პრაქტიკულად უნივერსიტეტის დახურვის ტოლფასია. სტუდენტები დარწმუნებულები არიან, რომ გეგმა პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზანი სწორედ უნივერსიტეტის დასჯაა. პარალელურად ილიაუნის მენეჯმენტი გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას მოითხოვენ. ოცნების განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტში 100 პროგრამიდან 92% მცირდება. ქეთი ნადიბაიძე გვიერთდება ახლა ადგილიდან პირდაპირ ეთერში. ქეთი, მოახერხეს თუ არა სტუდენტებმა შენობაში შესვლა და იგეგმება თუ არა შეხვედრა ოცნების განათლების მინისტრთან? ამ მომენტისთვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შედარებით სიმშვიდეა, თუმცა სულ რამდენიმე წუთის წინ აქ იყო ხმაური და დაძაბულობა. შენობაში შევიდნენ აქციის მონაწილეები და მოითხოვეს ოცნების განათლების მინისტრთან გივი მიქანაძესთან შეხვედრა. თუმცა პოლიციამ იძულებით დაატოვებინა განათლების სამინისტროს შენობა აქციის მონაწილეებს. ამ აქციის მონაწილეებს შორის არიან როგორც სტუდენტები, ილიაუნის სტუდენტები, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებიც. ახლა ისინი არიან შენობის მიღმა, რადგან ისინი როგორც გითხარით, გამოაგდეს შენობიდან ძალის გამოყენებით და ჩაუკეტეს სამინისტროს კარი და გარეთ ელოდებიან ახლა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გივი მიქანაძე და დაელაპარაკება თუ არა მათ. მთავარი შეკითხვები ცხადია უკავშირდება იმ ბოლო გადაწყვეტილებას, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო სახელმწიფო უნივერსიტეტების კვოტებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ილიას უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სერიოზული და რადიკალური ცვლილებები იქნება, იმ დოზის რადიკალური ცვლილებები, რომ შესაძლოა საკითხი დადგეს ამ უნივერსიტეტის ყოფნა არ ყოფნასთან დაკავშირებით. განახებთ ახლა რა ხდება სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის მონაწილეთა ნაწილი, როგორც ხედავთ, შესასვლელთან იმყოფება, შესასვლელი კარი მათ ჩაუკეტეს, თუმცა ისინი ელოდებიან გივი მიქანაძეს გადაწყვეტილებას, შეხვდება თუ არა ის ამ ადამიანებს, რომლებიც მოითხოვენ მასთან შეხვედრას და ახსნა განმარტების მიცემას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიღო ის გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ, რაც მიიღო და რომელიც ცნობილი გახდა გუშინ საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ იმ პროფესორებისთვის თუ სტუდენტებისთვის, რომლებსაც უშუალოდ ეს ცვლილებები შეეხოთ. როგორც ცნობილი არის საზოგადოებისთვის, ქართულმა ოცნებამ განსაზღვრა კვოტები სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისთვის. ილიას უნივერსიტეტის შემთხვევაში მაგალითად ფაქტობრივად ყველა მიმართულება რამდენიმე გამონაკლისის გარდა არის გაუქმებული. თუ კი მაგალითად წელიწადში ეს უნივერსიტეტი დაახლოებით 4000-მდე ახალ სტუდენტს იღებდა, ახლა ქართული ოცნების გადაწყვეტილებით საუბარი არის წელიწადში დაახლოებით 350-400-მდე სტუდენტზე. შეგვიძლია ახლა ვნახოთ ცოტა ხნის წინ რა ხდებოდა სამინისტროს შენობაში. ეს სამინისტრო ემსახურება განათლებას, მეცნიერებას და ახალგაზრდობას. ეგრეთ წოდებულ განათლების მინისტრს მოუწოდებ დროის უსწრაფეს მონაკვეთში შეკვდეს სტუდენტებს და დაგველაპარაკოს განათლების ბედზე საქართველოში. სანამ საუბარს ვითხოვთ და სანამ ამის ცივილურ ფორმებს მივმართავთ, რადგან როცა კანონი ხდება უკანონობა, მოქალაქის ვალია მოიშოროს ის ადამიანები, ვინც ამ კანონს უკანონოდ იყენებენ სათავისოდ და იყენებენ რუსული მიზნების გატარებისთვის ჩვენს ქვეყანაში. მოუწოდოთ თითოეულ უნივერსიტეტს, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტი, მინდა მოუწოდოთ თითოეულ სტუდენტს, რომელსაც ანაღლებს საკუთარი ბედი ამ ქვეყანაში, რომელიც აპირებს ამ ქვეყანაში ცხოვრებას. ახლა არის დრო გარეთ დადგეს ის ხალხი, რომელიც მათ შორის რუსული კანონის წინააღმდეგ 100,000-ობით ქუჩაში იდგა. ვინმეს არ ეგონოს, რომ ვიღაც გივი მიქანაძის გადაწყვეტილება იყო ეს და მან მოიფიქრა და ეს მისი ინიციატივა. არა, კობახიძე და ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი პატარა მოწოდება მოვისმინეთ, რომ სამუშაო პროცესია ხელს უშლით. ხო, ეს არის ჩვენი მიზანი ახლა, რომ ხელი შეუშალოთ ნებისმიერი რეჟიმის ჩანთის, რომელიც მათ შორის ამ სამინისტროში მუშაობს.
ილიას უნივერსიტეტში დაახლოებით 120 საგანმანათლებლო პროგრამიდან რჩება დაახლოებით 9 ან 10 ასეთი არის შედეგი, რომელიც დადგა ქართული ოცნების განათლების რეფორმის და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემდეგ. სამინისტროსთან გამართულ აქციაზე დღეს იმყოფებოდნენ მათ შორის ის ლექტორები, რომლებიც იმ მიმართულებების და იმ სპეციალობებს კითხულობენ ამ უნივერსიტეტში, რომელიც გაუქმდება ილიაუნიში, მაგალითად ეს არის ხელოვნების მიმართულება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, სამართლის, ბიზნესის მიმართულება. თუმცა გარდა ამ ლექტორებისა, დღევანდელ აქციას შემოუერთდნენ მაგალითად თესეუს პროფესორებიც, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში განათლების რეფორმის სახით, ის გადაწყვეტილებები, რომელსაც პარტია იღებს ამ მიმართულებით, არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ რომელიმე უმაღლეს სასწავლებელს, არამედ ეს არის პრობლემა მთელი ქვეყნისთვის, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოიტანს სერიოზულ პრობლემას განათლების მიმართულებით. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ეს განათლების დემონტაჟი, რომელიც არის დაანონსებული, არ ეხება უშუალოდ რომელიმე კონკრეტულ უნივერსიტეტს. ეს ეხება უშუალოდ მთლიანად განათლების სისტემას და განათლების სისტემა ჩვენ ვიცით, რომ არის საზოგადოების ყველა წევრისთვის, ასე ვთქვათ, უმნიშვნელოვანესი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ პოზიციაშია საზოგადოება აწმყოში, როდესაც განვიხილავთ დღევანდელ საზოგადოებას, არსებულ სიტუაციას და მეორეს მხრივ განათლების სისტემა ასევე ბევრს გვეუბნება იმასთან დაკავშირებით, თუ სად შეიძლება აღმოვჩნდეთ ჩვენ მომავალში. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი დახურეს. იმიტომ რომ ყველა მნიშვნელოვანი ფაკულტეტი და მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა, იმის მიუხედავად, რომ 15-ში ხდება 20 წელი ილიაუნის დაარსებიდან, ეს ესეთი საჩუქარიც გავუკეთეს, ოცნებას უყვარს ესეთი ბოროტი ქმედებები ზოგადად და იმის მიუხედავად, რომ პრინციპში უნივერსიტეტისთვის ეს ძალიან მცირე დროა. ილიაუნი შეძლო რომ ის გამختარიყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტების უნივერსიტეტი. ეს საფრთხეა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, რადგან სახელმწიფო დგას განათლების სისტემაზე. დანარჩენი სისტემები მნიშვნელოვანია, მაგრამ უმნიშვნელოვანესი არის განათლების სისტემა. ეს არის ქართული სახელმწიფოს ნგრევის პერიოდი სამწუხაროდ. რაც გუშინ გავიგე, მე ვიცოდი რომ ეს ასე იქნებოდა, ეს მორიგი რა უნდა იყო. ილიაუნის სრული ლიკვიდაცია ასე ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ის იმ სახით ვეღარ იარსებებს, მაგრამ ეს არ შეიძლება საზოგადოებამ მიიღოს და აკადემიურმა საზოგადოებამ გუშინ ეს გააპროტესტა, როგორც პროფესორამ, ასევე სტუდენტებმა. ხელისუფლებას მინდა მივმართო, ნუ გვაწვალებთ, ნუ გვამთხოვთ შედმეთ შრომას, ნუ გამოყავართ აუდიტორიებიდან და სამეცნიერო ლაბორატორიებიდან. უმჯობესია წაიღოთ ეს თქვენი კვაზირეფორმა უკან, რადგან ის არის ანტიკონსტიტუციური. ნამდვილად არ აღმოჩნდა არც ერთი უნივერსიტეტისთვის ნაკლებად მტკივნეული ეს პროცესი და ეს ძალიან მალე გამოჩნდება, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ რეფორმის სახელით შემოგვასაღეს და სინამდვილეში არის არანაირი რეფორმა, უბრალოდ გეგმა ნგრევისა, როგორც ჩამოანგრეო განათლების სისტემა მიზან მიმართულად, ძალიან მალე გამოვლინდება ამის შედეგები უნივერსიტეტის როგორც ფინანსურ მხარეზე აისახება ეს ყველაფერი, ისე ხარისხზე. პროფესორების ნაწილმა, რომელიც დღეს ამ აქციაში იღებდა მონაწილეობას, გითხრა, რომ ღალატის ტოლფასია მაგალითად სოხუმის უნივერსიტეტის დასუსტებაც, რადგან ორი მიმართულება დატოვა აქ ქართულმა ოცნებამ, სხვა დანარჩენი ფაკულტეტები არის გაუქმებული, როგორც დიპლომატიის, ასევე სამართლის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, სოციალური პოლიტიკური მიმართულებები და შემოაქვს ქართულ ოცნებას სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულება, რომელიც აქამდე არ ყოფილა და ერთადერთი რაც რჩება, ეს არის ქართულ აფხაზური ენა და ლიტერატურა, ეს მიაჩნიათ პრობლემად სპეციალისტებს და სწორედ ამიტომ მოთხოვნა მთავარი მათი არის ის, რომ უნდა გაუქმდეს და ქართულმა ოცნებამ უკან უნდა წაიღოს ის რეფორმა, რომელიც სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ქვეყანას და ქვეყნის საზოგადოებას. როგორც გითხარით, აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება ახლა სამინისტროსთან და ელოდებიან გივი მიხანძის პასუხს, ის მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას ამ ადამიანებთან შეხვედრის და მისცემს თუ არა მათ ახსნა განმარტებას იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც ცნობილი გახდა ბოლო პერიოდში.